სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად სახელმწიფოს დახმარებით თხილის ასოციაციის ხელშეწყობით მოხდა ბოლო 2 წელიწადია მე-3 წელია ხდება თხილის მართლობების შეწამლა, რამაც საუკეთესო შედეგი გამოიღო მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც იმედი ჰქონდა დაკარგული მოსახლეობას დაუბრუნდა იმედი, რომ თხილი გადარჩა. გავწევრიანდი თხილის წარმოებელთა ასოციაციაში, რომელთა დახმარებით და კონსულტაციების შედეგად შევწამლეთ შესაძლებელი დაგვარად უვლით და შედეგიც ფაქტია სახეზე გვაქვს. წელს 2 ჰექტრიდან ველოდების რაღაც 3 ტონამდე მოსავალს. ძირითადი შედეგი გამოიღო, მაგრამ რა თქმა უნდა სახელმწიფოსგანაც და შექმნილი თხილის ასოციაციისგანაც იყო და არის უდიდესი მხარდაჭერა ყველანაირად, გინა ტექნიკით, გინა კონსულტაციებით, აგრონომების მხრიდან, გრაფიკი მოგვეწოდა, წამლების კუთხითაც რო გარკვეულწილად დახმარება და უფრო იაფი და ხარისხიანი წამლები რო შეგვეძინა და ამან გამოიღო შედეგი. სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ასოციაციის შემუშავებული წამლების სქემა, რომლის დაცვის შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ საუკეთესო შედეგს. ჩვენ წელს დავამატეთ ფოთლოვანი გამოკვება, რამაც გასაოცარი დადებითი შედეგი გამოიღო და ყველა ფერმერი აღნიშნავს, რომ საგრძნობლად გაიზარდა მოსავლიანობა, გაიზარდა მოსავლის ხარისხი და თხილის გამოსავლიანობა წელს არის თითქმის გაორმაგებული. ხარისხი როგორც ასეთი შაშანძელზე უკეთესია და ეს უკეთესია გამოიხატება იქიდან გამომდინარე, რომ წამლობამ მოგცა შედეგი. შარშან იყო დაახლოებით 3 ტონაზე მეტი, 3 და 200 დაახლოებით წელს 5-ზე მეც ველოდები. და როგორც გითხარით, რაოდენობრივადაც უკეთესია. უნდა ვეცადოთ, რომ დროულად აი დღეიდან უკვე იწყება აი მოსავლის აღების დღიდან უკვე იწყება მომავალი მოსავლისათვის რომლა პლანტაციის დამუშავებით, თითოეული ძირის დამუშავებით, სასუქების დროულად შეტანით და ბუნებრივია გაზაფხულზე დროზე წამლობის დაწყებით ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ გაორმაგდეს